მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს კიდევ უფრო ახალი შეცვლილი ფორმატით. გვექნება ხოლმე ასეთი მოკლე პატარა ვიდეოები, რომელსაც წარუძღვებით ხან მე, ხან ლევანი და ეს პატარა ვიდეოები ორიენტირებული იქნება ერთ კონკრეტულ ფილმზე, სერიალებზე თუ რაღაც ანიმაციებზე და რაც თავარია იქნება მაქსიმუმ 15-20 წუთიანი ვიდეოები, შესაბამისად იქნება მოკლე ანალიზი და არა სიღრმისეული და დეტალიზირებული. და დღეს გვაქვს პირველი ასეთი ვიდეო, რომელსაც წერ მე და დღევანდელი ფილმი იქნება ყველასთვის ცნობილი, საყვარელი და მართლაც რომ შედევრი ფილმი, Whiplash-ი, 2014 წლის ფილმი, რომელიც დამიან შაზელის ალბათ ყველაზე ძლიერი და ყველაზე მართლაც რომ წარმატებული ფილმი არის. ფილმი როგორც უკვე ვთქვი, გამოვიდა 2014 წელს და მოახერხა ის, რომ პერსონაჟი საათნახევარში თუ საათი და 45 წუთი მეტის ფილმი ზუსტად აღარ მახსოვს. ამ დროში პერსონაჟი ისე განავითარა, რასაც ბევრი ხანგრძლივი ფილმი ვერ ახერხებს. პერსონაჟის განვითარება ისე ნათლად არის აქ აღწერილი და ნაჩვენები, რომ აი მეტი არ შეიძლება. თვითონ ფილმი არის ისეთი, რომ აი ბოლომდე შეყავხარ თავის შინაარსში და გაიძულებს, რომ განიცადო ისეთი ტკივილი და იყო ისეთი დაძაბული, როგორებიც არიან თვითონ პერსონაჟები და განსაკუთრებით მთავარი პერსონაჟი ენდრიუ ნიმანი. ეს არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სურვილი აქვს ისწავლოს დრამზე დაკვრა პროფესიონალურ დონეზე და ამისთვის მეცადინეობს, ასე ვთქვათ, ერთ დაწესებულებაში, რომელშიც პარალელურად ცნობილ ორკესტრს აქვს რეპეტიციები. ორკესტრის დირიჟორი, ხელმძღვანელი არის ტერენს ფლეტჩერი, ამერიკაში სახელგანთქმული დირიჟორი, ცხადია ამ ფილმში. და ერთ-ერთ ღამეს თუ საღამოს, როდესაც ეს ენდრიუ თავის ოთახში დაწესებულებაში ვარჯიშობს, მეცადინეობს ამ დრამს, ეს დირიჟორი, ტერენს ფლეტჩერი, ასე ვთქვათ, დაინახავს ამ ბიჭს და მოეწონებასავით მისი დაკრული და მეორე დილითვე დაუძახებს ორკესტრის რეპეტიციაზე. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ენდრიუ ნიმანს ჰქონდა ძალიან მძიმე ბავშვობა, იქ რაღაცა მშობლები დაშორდნენ, დედამ მიატოვა, მოკლედ, თლად კაი წარსულის მქონე ბავშვი არ არის რა. და თან ახლა როგორია, მიდიხარ სახელგანთქმულ ორკესტრში პირველად, ახალი გარემო არის, ამას თავისებური ღელვაც ახლავს და თან იცი, რომ ორკესტრის დირიჟორი ეს ფლეტჩერი არის რამდენადაც მაგარი მუსიკოსია და პროფესიონალია, იმდენად საშინელი ადამიანი არის, იმიტომ რომ ბარემ დახასიათებაზეც გადავალ, ეს ფლეტჩერი არის აბსოლუტური ტირანი. ორკესტრში დამყარებული აქვს პირდაპირ მნიშვნელობით ტოტალიტარული რეჟიმი, არის უზრდელი, თავხედი, ეს სიმკაცრე რო აღარ ქვია, უკვე პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებს ორკესტრის ყველა წევრს, ვისაც რამეც რომ შეეშალოს ვიღაცას, ეგრევე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლაც კი არის მათ მიმართ და რაც შეეხება ენდრიუს, სწორედ მის განვითარებაზე არის მთელი ფილმი აგებული. თავიდან ეს ენდრიუ არის ძალიან ჩუმი, წყნარი, ბევრს არ ლაპარაკობს, მორიდებული არის, რაღაც შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილი არის. მაგრამ ბოლოს ხდება თვითონ ამ ფლეტჩერზე უფრო თამამი, მონდომებული, მიზანდასახული და არ ნებდება არასდროს. დაუძახებს მეორე დილითვე პირველ რეპეტიციაზე, რომელზეც ენდრიუს ჯერ სკამს ესვრის, ეს ფლეტჩერი, დირიჟორი. შემდეგ სახეში დაარტყავს რამდენჯერმე. შემდეგ ატირებს საერთოდ და მე კიდე შეარცხვენს, რომ აი ტირი ხარო ყველასთან დასწრებითო და აბა ეხა იყვირე, რომ
მე გავბრაზდი და ვტირი ვარ, რომ მოკლედ საშინელად ძალადობს როგორც ფსიქოლოგიურად, ისევე ფიზიკურად. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ენდრიუს საკმაოდ კარგი ნიჭი აქვს დრამზე დაკვრის და რაში არის მისი მთავარი мотиваცია ენდრიუსი. ორკესტრი ემზადება გრანდიოზული კონცერტისთვის, რომელზეც უნდა შესრულდეს ცნობილი ნაწარმოები, ჯაზური არანჟირება, ჯონ ვესონის არანჟირება ქარავანი და ამისთვის სამი ალტერნატიული მუსიკოსი არის ორკესტრში, დრამერი. სამი ალტერნატიული დრამერი, რომელთაგან უნდა შეირჩეს მხოლოდ ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე კარგად დაუკრავს და სწორედ ის გავა კონცერტზე. იქ ერთი ჯონი თუ ჯიმი უტა არის ერთ-ერთი დრამერი, აღარ მახსოვს ზუსტად. ხო, საკმაოდ ისეთი კონკურენცია არის ამ დრამერებს შორის და ენდრიუს мотиваციაც ეს არის, რომ ის უნდა იყოს მთავარი დრამერი ორკესტრის და არა შემცვლელი ვიღაცის. მოხდება ისე, რომ რამდენიმე კვირის თუ თვის შემდეგ ენდრიუს თავსნობით ტერენს ფლეტჩერს გააგდებენ. ანუ გადააყენებენ დირიჟორის თანამდებობიდან და დარჩება გარეთ რა ეს ფლეტჩერი დირიჟორი და იმ თავარ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე საღამოს ნახავს კაფეში ეს ენდრიუ ამ დირიჟორს, რომელიც უკრავს ფორტეპიანოზე სცენაზე თავის ბენდთან ერთად და ამ დაკვრის შემდეგ ისინი დასხდებიან, საკმაოდ მეგობრული საუბარი გაიმართება, რასაც არავინ არ ელოდა, იმიტომ რომ ფლეტჩერი და მეგობრობა და წყნარი საუბარი ეს სულ სხვადასხვა ცნებები არის და ეს ფლეტჩერიც ეტყვის, რომ აი ძალიან მეწყინა რომ გადამაყენეს თანამდებობიდან, არ ვიციო ეს ვინქნაო, არდა სინამდვილეში იცის, რომ ენდრიუს ნამოქმედარი არის ეს ყველაფერი და ასე დასრულდება მათი საუბარი იმ დღეს. უნდა აღვნიშნოთ ის დამავიწყდა კიდევ ენდრიუს მონდომება რაში გამოიხატება და მიზანდასახულობა. ერთ-ერთი რიგითი კონცერტის წინ რეპეტიციაზე, როდესაც მოვა ენდრიუ, ძალიან დააგვიანებს და აღმოჩნდება, რომ ის ჯოხები, დრამის ჯოხები დარჩა სახლში და მიბრუნდება ეგრევე, გაიქცევა უკან. არა და ფლეტჩერმა უთხრა, რომ всё, შენ დააგვიანეო, აგერ ეს ჯონი უტა დაუკრავსო თუ რაც ქვია იმ ბიჭს. ის დაუკრავსო უკვე და შენ აღარ იმას იზავ რა, აღარ დაუკრავო და ეს მაინც გაიქცევა სახლში და მანქანით უკვე როდესაც მოდის და მოაქვს ეს თავისი ჯოხები, გზაში მოყვება საშინელ ავარიაში. მაგრამ ეგრევე წამოდგება თუ არა ეს დასისხლიანებული, ეგრევე გავარდება ისევ სარეპეტიციოში, რომ ოღონდ ადგილი არ წაართვან და ვიღაცამ არ შეცვალოს ენდრიუს ადგილი. და ეს დასისხლიანებული მივა და მართლაც ხელოვნება ისეთ მსხვერპლს მოითხოვს, რომ აი თვითონ ეს წინადადებაც ამ ფილმში არის ყველაზე უკეთ წარმოჩენილი. მივა და მაინც მე საერთოდ იმ ჯონი უტას პირში ეტყვის, რომ შენ გადამიშალი ფურცლებიო, მე ვარო აქ თავარი დრამერიო და ეს ფლეტჩერიც დაინახავს ამის მიზანდასახულობას, მონდომებას და გამოვა ისე, რომ თავარ კონცერტზე დაუკრავს სწორედ ენდრიუ ნიმანი. ფილმი ასევე არის ძალიან მკაცრ დისციპლინაზე, მაგრამ დისციპლინა აღარ ქვია ამას, იმიტომ რომ რასაც ტერენს ფლეტჩერი აკეთებს თავის ორკესტრში, ეს არის ნამდვილად დესპოტიზმი და ტირანია, იმიტომ რომ ორკესტრანტების ასეთი შეურაცხყოფა და დამცირება ნამდვილად არ ჯდება არაფერში, მაგრამ რამდენადაც ასეთი ადამიანი არის, უნდა ვაღიაროთ ის, რომ ეს ფლეტჩერი არის ძალიან დიდი პროფესიონალი თავისი საქმის. როგორც დისციპლინაში, ისევე მუსიკაში, იმიტომ რომ მუსიკას აკეთებს იდეალურად, სრულყოფილად. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ქარავანი, ეს ჯონ ვესონის არანჟირება, ჯაზური ნაწარმოები ქარავანი არის ძალიან რთული დასაკრავი, აქ
თავარი სოლო აქვს სწორედ დრამს და ნუ ამ ქარავანზე იხარჯება ფილმის ნახევარი, როგორ ამზადებს ეს ენდრიუ თავის სახლში ქარავანს, ამ ნაწარმოებს, იმიტომ რომ ურთულესი ნაწარმოები არის და ნუ საერთოდ იქ გახევს ერთ დრამს სიბრაზისგან, იმიტომ რომ არ გამოსდის, ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამას და დადგა მთავარი კონცერტი რა, მთავარი კონცერტის დღე და გამოვიდა ენდრიუს სცენაზე, ორკესტრი უკვე ზის და სანამ დაიწყება უშუალოდ ნაწარმოების შესრულება, ეს ფლეტჩერი ჩუმად მიდის და ჩურჭულით ეუბნება ენდრიუს, რომ შენ გონია არ ვიცოდიო, რომ შენ იყავიო, ანუ იგულისხმება, რომ არ ვიცოდიო, რომ შენ გამაგდეო ამ ორკესტრიდანო. ანუ ესეც გაჩვენდება რა უნდა უთხრას და ნუ უკვე როდესაც დადგება სადირიჟორო პულტთან ფლეტჩერი, დაიწყებს აბსოლუტურად სხვა ნაწარმოებს. ამიტომ ხო უნდა შეესრულებინათ ქარავანი, მაგრამ სამაგიერო გადაუხადა ასე ვთქვათ ენდრიუს და შეესრულა ისეთი ნაწარმოები, რომელიც საერთოდ არ იცოდა ენდრიუმ და შეარცხვინა რა. იმიტომ რომ ენდრიუ იჯდა მარტო ორკესტრი უკრავდა. და ნუ სხვა გზა არ ქონდა, ადგა და შუა სცენიდანვე გავიდა ესე შერცხვენილი. გავიდა ეგრეთ წოდებულ კულისებში, სადაც მამამისი ელოდებოდა და მამამის მე დააწყნარა, რომ არაფერი არ არის, არ ინერვიულო. მაგრამ ეს ენდრიუ გაბრაზდა და ისევ გამობრუნდა სცენაზე, როდესაც დასრულდა ის ნაწარმოები. გამობრუნდა სცენაზე, უკვე ფლეტჩერმა რაღაც სიტყვა უნდა წარმოსთქვას, მაყურებელს უნდა მიმართოს და უცებ დაიწყო ქარავანი. ქარავანის დაკვრა, ცნობილი დრამის სოლო. და ნუ ეს ფლეტჩერიც შემოწრიალა და გაკვირვებული იყო, იმიტომ რომ პროგრამაში არ იყო საერთოდ ქარავანი, სპეციალურად ისეთი ნაწარმოები აირჩია, რომ შეერცხვინა ენდრიუ რა. და ნუ თავიდან ჰკითხა, რომ რას აკეთებოდა. I will cue you in, ესე ეუბნება ნიმანი ფლეტჩერს და ნუ სხვა გზა არ ქონდა, უნდა გაეგრძელებინა ნაწარმოები ფლეტჩერსაც და ააყოლა ორკესტრი და ფილმი მთავრდება ქარავანის მთლიანი შესრულებით, ბოლო 9 თუ 10 წუთი არის მთლიანად ეს ნაწარმოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერიგდნესავით, მაგრამ შერიგება ხმამაღალი ნათქვამია. ორივე ცდილობდა, რომ შეეწყო ერთმანეთისთვის ხელი და მაქსიმალურად სრულყოფილად შეესრულებინათ ეს ნაწარმოები. ორივე სცენაზევე ერთმანეთს мотиваციას აძლევდა და სწორედ ასე დამთავრდა ფილმი. და სწორედ ეს არის ამ ფილმის მთავარი არსი, ასე ვთქვათ, რომ უნდა იყო მიზანდასახული, მონდომებული, არასდროს არ უნდა დანებდე მიუხედავად დაბრკოლებებისა. ეს დაბრკოლებები ხან ფსიქოლოგიური იქნება, ხან ფიზიკური, როგორც მოხდა ფლეტჩერის შემთხვევაში. და სწორედ ენდრიუს პერსონაჟის ასეთი განვითარება, რომ ბოლოში ასეთი რამ ექნა და არავინ რო არ ელოდა, ნამდვილად აღსანიშნავი არის და რთული არის ასეთ შედარებით მოკლე ფილმში ასეთი განვითარების გადაღება. ნუ ფილმი არის ასევე დისციპლინაზე, ზედმეტ სიმკაცრეზე და აი მართლაც რომ იმაზე რომ ხელოვნება მოითხოვს აი ძალიან დიდ მსხვერპლს. იმედია მოგეწონათ ფილმის განხილვა, ეს იყო პირველი ასეთი ვიდეო. ხან მე, ხან ლევანი გადავიღებთ ხოლმე მსგავს ვიდეოებს. რა თქმა უნდა, გვექნება ისეთი პოდკასტებიც, რომელშიც მეც და ლევანიც ვიქნებით ერთად. გვეყოლება ხოლმე, რა თქმა უნდა, სტუმარი. გვიყურეთ და ელოდეთ ახალ ვიდეოებს. დიდი მადლობა.